ეთერში ახალი 12 სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი ჰერენ კლარკის საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს განვითარების პროგრამის პრესსამსახურის ცნობით 17-19 თებერვალს გაიმართება შეხვედრები საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 18-19 თებერვალს კი გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წოლუკიანს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიგიძე შეხვდება. I'm very pleased to be in Georgia for the first. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტით. ახლა მოვდივარ დიდი რვიანის შეხვედრიდან, სადაც ეკონომიკის საკითხები განვიხილეთ. სწორედ ამ თემებზე მექნება საუბარი საქართველოში დაგეგმილ შეხვედრებზეც. ასევე მოუთმელად ველოდები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვა მინისტრებთან შეხვედრას. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ გაეროს დახმარებაზე, რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში საქართველოსთვის, იმისთვის რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის პოტენციალი. ხოლკაჭრეთში მივემგზავრები, სადაც შევხვდები სოფლის მეურნეობის მინისტრს. ჭრეთში მივემგზავრები, სადაც შევხვდები სოფლის მეურნეობის მინისტრს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, რადგან შევძლებთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც ვისაუბროთ. დეპუტატი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ხდომას ელოდება, მანამდე კი საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. გარდა ამისა, კობა დავითაშვილმა არ დააკონკრეტა თუ რა საკითხებზე აპირებს საუბარს უმრავლესობის ხდომაზე და დატოვებს თუ არა კოალიცია ქართულ ოცნებას. კობა დავითაშვილმა გაზეთ ალიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აქვს თანაგუნდელობის განცდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ორმაგ სტანდარტებს იყენებენ. ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. ორტაჭალ ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში 60 წლამდე მამაკაცის გვამია აღმოჩენილი. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ყოველკვირეულ გეგმიურ დათვალიერებას ატარებდნენ და გვამი სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობის დასადგენად ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მდინარე მტკვარზე ორტაჭალ ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ჯგუფის თანამშრომლები მოტორიანი ნავით აწარმოებდნენ შემოვლა დათვალიერებას, სადაც აღმოჩენილი იქნა დაახლოებით 65-დან 70 წლამდე უცნობი მამაკაცის გვამი. იგი ამოტანილია ჩვენს მიერ, ადგილზე გამოძახებულია შესაბამისი სამსახურები, აწარმოებენ გამოძიებას როგორც გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ისე ვინაობის დასადგენად. სამომხმარებლო სფეროს მოწესრიგების მიზნით მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი იქმნება. კანონპროექტს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი მოამზადებს და ის ამ მიმართულებით სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავებს. კომიტეტში განმარტავენ, რომ გარდა იმისა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი სამომხმარებლო სფეროს მოაწესრიგებს, ის ასევე შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის პრაქტიკასთან ერთად თავის მხრივ ევროინტეგრაციული პროცესების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი აქტივობა იქნება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგების ტრენერებთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ტრენერებს ცენტრში მიმდინარე სიახლეებზე ესაუბრა. შეხვედრის მთავარი თემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი ტრენინგები იყო. გრძელვადიანი ტრენინგები 80 საკონტაქტო საათს მოიცავს. გარდა ამისა, გია მამულაშვილმა სკოლის ბაზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა იქნება. გრძელვადიანი ტრენინგები იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ცენტრისთვის. ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასკოლო ცხოვრებაში და ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. ეს სიახლეა ჩვენი ცენტრისთვის, ჩვენ მოვისმინეთ ტრენერების მოსაზრებები და ვფიქრობ, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა ჩატარდა. ჩვენ მოვისმინეთ სამომავლოდ პერსპექტივები, გეგმები, მიზნები პროფესიული ცენტრისა, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სასწავლო პროცესი უკეთესობისკენ, როგორ ამაღლდეს უშუალოდ სკოლებში სასწავლო პროცესის ხარისხი. წინასაარჩევნო პერიოდში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამუშაოს მაძიებელთა პროგრამის ფარგლებში 228 ადამიანი დასაქმნა, როგორც მეცხრე არხს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ კალანდაძემ განუცხადა, 228 პირს ერთთვიანი ხელშეკრულება თბილისიდან მიღებული სპეციალური სიების საფუძველზე გაუფორმდა. თუ რა სამუშაო შეასრულეს წინასაარჩევნო დასაქმებულებმა, კალანდაძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანება იყო და ამ ბრძანების შესაბამისად საკუთრებოდა პიროვნებები რა, სამუშაოს მაძიებლები ჩოხატაურში. 228 ადამიანი დასაქმდა ჩოხატაურში.
მუნიციპალური ველოსიპედებისთვის ბათუმის ქუჩებში 12 ახალი ველოტერმინალი დაიდგა. ახალი ტერმინალები ბენზინის და აეროპორტის დასახლებაში გორგილაძის, ხემშიაშვილის ქუჩებზე გადანაწილდა 12 ტერმინალის სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულებულია. დღემდე ბათუმში მხოლოდ 10 ველოტერმინალი მოქმედებდა, რომლებიც ზღვისპირა პარკის გასწვრივ იყო დამონტაჟებული. სამომავლოდ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე კიდევ 8 ტერმინალი დაიდგმება. 700,000 ლარი ჯდება ველოსიპედების მომსახურება და ცვეთა წლის განმავლობაში, რომელიც ამ ავტოსაწარმოს ძალიან დიდ თვითად აწევს. აქედან გამომდინარე, მე შევთავაზე ავტოსაწარმოს ხელმძღვანელობას, მოახდინოთ ამ ველოსიპედების ზამთარში დასაწყობება და მხოლოდ ზაფხულში, როდესაც იქნება ტურისტული სეზონი, მაშინ დავამუშაოთ და უფრო კარგი შედეგი იქნება და რაღაც თანხების ეკონომია გამოჩნდება. ჩვენ ყავს 350 ველოსიპედი. სულ 350. აქედან ზამთარში მართლა არ არის ამდენი საჭირო, ეს ზაფხულში არის საჭირო. ჩვენ აქედან 250 ველოსიპედი უკვე დავასაწყობეთ, შეგიძლია მოხვიდეთ და ნახოთ და 22 ტერმინალზე გადანაწილებული ყავს 120 ველოსიპედი. რა თქმა უნდა, ამით ხარჯი კლებულობს. დუშეთში რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა, სადაც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვაჟა ჭინჭარაული დაამტკიცეს. ფარული კენჭისყრით აირჩიეს ასევე პარტიის რაიონული კომიტეტისა და სარეზერვო კომისიის წევრები. კონფერენციას რესპუბლიკური პარტიის რეგიონალური და ინფრასტრუქტურის მდივანი ბაია რომელაშვილი და პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი თემურ ნერგაძე ესწრებოდნენ. რაც უფრო ძლიერები ვიქნებით მთელ საქართველოში, მით უფრო ძლიერი იქნება რესპუბლიკური პარტია თავის განცხადება. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღეს თუ დუშეთის ორგანიზაციაში არსებობს 31 წევრი, რომელიც წელიწადში, როცა გვექნება საარჩევნო კრება, იქ უკვე ერთი 131 მაინც გვექნება. ნებისმიერი პარტია თუ თავის სიძლიერეს დაგვანახებს რეგიონებში, ნებისმიერ რეგიონებში უკეთესი იქნება, იმიტომ რომ საქართველოს რაც აკლია, პირველ რიგში არის პლურალიზმი, სხვადასხვა აზრების და იდეოლოგიების თავმოყრა და გამოხატვა. ეს უკვე მეორეჯერ არის მცდელობა, რომ დიდი და კარგი ორგანიზაცია ჩამოყალიბდეს დუშეთში, იმედი ასეც იქნება. დუშეთი მაინც სპეციფიური რაიონია. ყველა რაიონი ესეა სპეციფიური, მაგრამ დუშეთი განსაკუთრებით სპეციფურია, იმიტომ რომ ფართობი და მოსახლეობა თითქმის არ შეესაბამება ერთმანეთს და ამიტომ ძალიან ძნელია აქ ყველგან ჩამოაყალიბო ორგანიზაცია და ყველგან ყავდეს წარმომადგენლები, მაგრამ იმედი ეს გვექნება. ეს იყო ახალი 12-ზე, ჩვენ ერთმანეთს ზუსტად 3 საათზე შევხვდებით დროებით.